სამიძე სიტყვით გამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ესაუბრა. ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი. მან აგრეთვე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ EUTO-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ ორგანიზაციის პრინციპების თანახმად უნდა იმოქმედოს. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას კი სამიტის მონაწილეების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც რუსული დელეგაციის გაღიზიანება გამოიწვია. В какой был? В этой, где вы были сейчас. Там пусть проветрит хотел. Кто это пришел сюда? Ребят, никакого диалога быть не может. Диалოგზე ლაპარაკიც არა, იმის ნაცვლად, რომ მაღალი ტრიბუნიდან ცინიკური განცხადებები გაეკეთებინა, მას ჯერ კიდევ 3 წლის წინ ხელი უნდა მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე, როგორც ის პრეზიდენტ მედვედევს დაპირდა. სწორედ ამ დოკუმენტს ექნებოდა იურიდიული მნიშვნელობა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ კარგი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იყოს განხილული და ასტანას სამიძე მიღებულ საბოლოო დოკუმენტში ეს პრობლემები აისახებოდეს. ამ საკითხების განხილვა ახლა მიმდინარეობს და მე წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.